მამა დავით იყო გამოსაყვანი სოფელ ნინოშვილიდან ფიზიკურად ვერ გადიოდა ეზოდან რა იმხელა თოვლი არის და კარხაც ვერ აღებდა რა მარტო ცხოვრობდა ბერით ფეხსაც ვერ წამოვიდოდა რა გითხრას დღეს რომ 5 დღეა ელოდება ტრაქტორს და პირდებიან რომ ტრაქტორი მოვა და გაბრაზებული ვით იყო თოვლმოვით გადავადგილოთ ორნი ვიყავით მოვიშთ უკან მამაო და ეგრე წამოვიყვანეთ იქიდან წავედით მცირეწლოვან ბავშვებს და ოჯახს აუტანეთ წამლები პროდუქტი დიდი ხანი დაგჭირდა, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პირობებია, ძალიან დიდი თოვლია, ცუდი მხედველობა იყო. არის 2 მეტრამდე თოვლი, შეიძლება მეტი, რაღაც მაგალითად შეიძლება მეტი. მივადექით იმ სახლს, სადაც 106 წლის გარდაცვლილი უკვე მე-5 დღე იყო გუშინ რომ გარდაცვლილი არის და გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, ოჯახის წევრები ნახეთ იქ შეხვდნენ და ფეხით გადაადგილდებიან და ვერც მიცვალებული გზავენ და ანუ მოკლედ რთულ პირობებში არიან ძალიან რა. თქო, ჭირდება დახმარება გაყვანაულად ქალბატონის მიცვალებულის ფიზიკურად ხა ჩვენ ვერ დავეხმარებით მაგაში. ანუ არ ვიცი უკვე მან რა ალბათ ვერ ფრენია საჭირო. ადამიანი როცა გირეკავს და გეუბნება რომ 1 საათის მარაგი აქვს დარჩენილი და 1 საათი შევარავდი შტაბს ვერ დაეროლდები ხდები? როცა გაქვს იმის რესურსი ადამიანთან მივხვდი და გადაარჩინა ხო? შტაბის ძალებას ფიზიკურად ვერ დაელოდები. ცოტა არეულობა არის ორგანიზება აკლია ჩემი აზრით. საკოორდინაციო შტაბთან გააქვთ რამე კომუნიკაცია? დიახ, ვაწყობთ ინფორმაციას შტაბს და შტაბი, გვეტყვის რომ მაგ მიმართულებით არავინ არ მიდის, ჩვენ ავიღებთ მაგ მისიას და მივდივართ ჩვენ.